21 იუნის უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ციხე-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სულთმოფენობიდან მესამე კვირას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა სასულიერო პირები. მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა მართლმადიდებელი ქურთი და იეზიდი ერების წარმომადგენლები, რომლებიც ამ დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ყოვლად უსამრდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიყვებოდა თან, როდესაც მან დაინახა ეს სიმრავლე, იგი მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულიად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და რა არის ცხოვრებაში თავარი და მეორე ხარისხოვანი. მან თქვა სიტყვები, რომლებიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან, რომ ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ, რადგან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენო, ხოლო თქვენ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი. და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ. და ჩვენ კი ამის ნაცვლად პირველ რიგში ვეძებთ რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ანუ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას და შემდეგ, მხოლოდ შემდეგ ღვთის სასუფეველს. და აი რა გამოდის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფალი გვეუბნება ჩვენ, რომ თუ შენ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ამ ყველაფერ დანარჩენს მატერიალურს მოგცემს ღმერთი. მას ეს უნდა და გვპირდება კიდევაც ამას. და ამის ნაცვლად ჩვენ ვეძებთ იმას, რაც დანამატის სახით ისედაც გვეძლევა. აი ამას ვეძიებთ როგორც უმთავრეს და პირველ ხარისხოვანს. ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, პრიორიტეტებით ჩვენ ცოდავთ და ღმერთს ვშორდებით ამით. და შემდეგ გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავარდი ამა თუ იმ ძიმე განსასწელში და ასე შემდეგ. და იმის მაგივრად, რომ დავფიქრდეთ აი ამ ჩვენ ძიმე ცოდვებზე და გამოვსწორდეთ, თავსაც კი ვიტყუებთ ხოლმე. აი ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნაკლებია ჭეშმარიტად აღმატებული, დიადი, სულიერი და ქრისტიანული. ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ჯეროვნად. სწორედ აი ამის გამო, რაც მოგახსენეთ. აი ამ ქადაგებაში უფალ იესო ქრისტეს არ უთქვავს ის, რომ საერთოდ არ ვეძებოთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ და მატერიალური კეთილდღეობა საერთოდ არ ვეძებოთ, რომ ეს ჩვენ არ გვჭირდება. და
და არ უნდა ვიშრომოთ ამის მოსაპოვებლად. ვინაიდან თავად უფალი ამბობს, რომ ოფლითა პირისა შენისა და სჭამდე შენ პურს. ასევე წმინდა წერილში წერია, რომ ვისაც შრომა არ უნდა, მაშინ ნურს ჭამს. ესე იგი, აი ამ გამონათქვამში, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ დღეს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას პირველად, რომელსაც იყენებს უფალი იესო ქრისტე. ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე. და სხვა ყველაფერი თქვენ შეგემატებათ. ჩვენ კი ვიმეორებ, პირველად ვეძიებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა და შემდეგ უკვე ღვთის სასუფეველს. და შედეგად რას ვღებულობთ, რასაც ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს ეძიებს მიისწრაფვის ამის მოპოვებისკენ, ხშირად ხდება, რომ ვერ ირგებს ამას. უпростоრეთ, როდესაც ამისკენ ისწრაფვის ღვთის სასუფევლის ძიების გარეშე. როცა ეს ხდება მისი ცხოვრების მიზანი, პირველადი მიზანი, ვერ ირგებს ხოლმე ამას. აი როგორც ხალხში ამბობენ, ყელში ეჭხირებაო. ხოლო თუ ჩვენ პირველად ვეძიებთ საღვთო სიმართლეს და სასუფეველს, მაშინ ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა ღვთისგან ისე როგორც საჭიროა, იმდენი რამდენიც საჭიროა. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც, რომლებიც დაგვაკმაყოფილებენ ჩვენ, რაც საკმარისი იქნება. აი ასე არის მაგალითად სხვა ფასეულობებთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ვქმნით მაგალითად საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ პირად ცხოვრებაში. რა უფრო მნიშვნელოვანია, საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? რა თქმა უნდა ღვთის სიმართლე, არა? და რა უფრო მნიშვნელოვანია, ცივილიზაცია, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა ქმნის და ჩვენ ქმნით საზოგადოებრივ თუნდაც ცხოვრებაში, თუ ღვთის სიმართლე, რა თქმა უნდა ღვთის სიმართლე აღმატებულია და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ყველაფერი. და აი ჩვენ თუ ასე მიუდგებით, მაშინ ღმერთი ყველაფერს მოგცემს. ყველა ამ ღირებულებას სულ სხვა აზრი და ფასი ექნება. და ეს მოგვანიჭებს ჩვენ მშვიდობას და სიმართლეს, სიხარულს სული წმინდაში. აი ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და შეგვეციოს უფალი, რომ როგორც ამბობს იგი, პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა ჩვენ. მოგიხსენებათ, მართლმადიდებლობა არის ყველაზე კეთილი სარწმუნოება, შემწყნარებელი სარწმუნოება და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ძმები, ჩვენი იეზიდი ძმები გაქრისტიანდებიან. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და მოხარული ვარ მათ შემოერთებას ქრისტიანულ საძმოში, იმ საერთო ოჯახში, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ქვია და მე მგონი ყველა ქართველისთვის სასიხარულო ფაქტი უნდა იყოს, რომ ჩვენი იეზიდი ძმები, რომლებიც დიდი ხანია აქ არიან, აქ ცხოვრობენ და არანაკლებ უყვართ საქართველო ვიდრე ქართველებს, შემოგვიერთებიან რელიგიურადაც და ჩვენ წამსზე ერთად გავაგრძელებთ თანაცხოვრებას და ძმობას და სიყვარულს. მოგესალმებით, დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. საქართველოში მაცხოვრებელი იეზიდები და ქურთები ვიკრიბებით სამების წმინდა ტაძარში, რომ დაგლოცოს უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა შიო მესამემ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერები ერთ სარწმუნოებაში და ერთ ქრისტეში გავერთიანდით. В такой знаменательный день здесь собрались все
православные христиане, езиды и курды. Католикос Шио благословит нашу первую курдскую икону Божьей Матери. И также мы пришли, чтобы нас благословил наш первый священнослужитель, отец Мадай Маамди. И мы рады тому, что у нас наконец-то образовывается своя православная община. დღეს არის მეტად მნიშვნელოვანი დღე მართლმადიდებელი ქურთებისა და იეზიდების ისტორიაში, რამე თუ იშლება ახალი გვერდი მათ ისტორიაში. ახალი გვერდი, რომელიც მოგვითხრობს მათი ქრისტეში გაერთიანებაზე, მათ ქრისტეში გაერთიანებაზე და სულის გადარჩენისკენ სვლაზე. ამ დღეს ულოცავ ყველა ქურთსა და იეზიდს ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით ხდება, მოგახსენებთ და ლოცვის ძალით მრწამს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ქრისტესკენ ღირსებით, წავიდეთ და ვეზიაროთ მარადიულ სიხარულს. მოგახსენებთ, რომ მათ მხარს უჭერს არა მარტო საკუთარი ერის წარმომადგენლები, არამედ სხვა ერებიც, ქართველები, მართლმადიდებელი სომხები, ჩერქეზები, კავკასიის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ულოცავ ყველას ამ დღეს.